გურჯაანში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება. პროექტირების სამუშაოები უკვე დაწყებულია. კომპლექსი გააერთიანებს მულტიფუნქციურ დარბაზებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟერო ფიტნეს სივრცეებსა და სხვა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ახმეტის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშიც. მნიშვნელოვანი ნაწილი არის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რადგან ტექნიკური ცენტრები, ანუ ხელოვნურ-საფარიანი ფეხბურთის მოედნები უკვე გადადის სამშენებლო ეტაპზე და საბოლოო დასკვნით, ასე ვთქვათ, დეტალებს ვათანხმებთ და პროექტირების ნაწილშიც უკვე პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულეს თელავში UEFA-ს მესამე კლასის საფეხბურთო სტადიონის, ასევე მულტიფუნქციური კომპლექსის. შესაბამისად, გავდიოდით უკვე მეორე ეტაპის საკითხებს, რომელიც გულისხმობს დეტალურ პროექტირებას და იმ საჭირო საკითხების და პრობლემების გადაჭრას, რომელიც უკვე ამ ეტაპზე არის სავალდებულო.